ძვირფასო თანამემამულეებო, მოგესალმებით. დღეს თქვენთან ერთად უნდა გავაგრძელოთ საუბარი იმ საკითხზე, რომელზეც რამდენიმე კვირის წინ ვისაუბრეთ და არის მნიშვნელოვანი სიახლეები ამ კუთხით, კერძოდ აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ურთიერთობების მორიგი დაძაბვა და მათ შორის მუქარები, რომელიც ისმის აზერბაიჯანიდან რუსეთის მიმართულებით. ეს უკვე გარკვეულწილად ცდება მხოლოდ აზერბაიჯანის საკითხსაც და უფრო ფართოდ მოიცავს პრინციპში საკითხს, რომელიც გულისხმობს აი ამ კონფლიქტს და აზერბაიჯანის მუქარა ასევე გარკვეულწილად ასევე გულისხმობს თურქული და ისლამური მოსახლეობის ჩართვაც ამ პროცესში, ანუ რუსეთში მცხოვრებ ამ მოქალაქეებზე არის საუბარი. მოდით დეტალურად დავიწყოთ ამ საკითხის განხილვა და მე მოგიყვებით რეალურად რა ხდება, რა ტიპის განვითარება არის ეს, რა კავშირში არის თურქულ სახელმწიფოთა ორგანიზაცია ამასთან და ბოლო, ანუ აი რამდენიმე დღის განმავლობაში აზერბაიჯანიდან გაკეთებული განცხადებები, კერძოდ რომ უნდა გააქტიურონ ბაქოს საინიციატივო ჯგუფი, ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ფორუმი ღონისძიებების და ინიციატივების და ანტიკოლონიალური, ესე იგი, კამპანია უნდა აწარმოონ, ანუ ამ პირობებში გამოდის, რომ რუსეთი არის კოლონია, გარკვეული, ანუ იმპერია, რომელსაც აქვს კოლონიები ამ თავის ტერიტორიაზე, ანუ რეალურად აქვს ოკუპირებული რაღაც ტერიტორიები და ტყვედ აქვს აყვანილი ან კოლონიების სახით სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფი, ხო? ეს უზარმაზარი მნიშვნელობის და მაჩვენებლის შესახებ არის ინფორმაცია, უზარმაზარი ზეგავლენის მქონე შეიძლება აღმოჩნდეს ზოგადად ჩვენი რეგიონისთვის, მოიცავს ჩრდილოეთ კავკასიას, მოიცავს რუსეთის რეგიონებს, რომლებსაც რუსები უწოდებენ პრივოლჟიე და მოიცავს ასევე შორეულ ესე იგი აღმოსავლეთსაც რუსეთის ციმბირის ტერიტორიას. ამაზე ვისაუბრებთ, რა ნაბიჯები შეიძლება გადადგმას აზერბაიჯანმა რეალურად ამ ინიციატივის ფარგლებში, რამდენად სახიფათოა ეს რუსეთისთვის და რა ტიპის განვითარება შეიძლება მოყვეს ამას. არის თუ არა აზერბაიჯანი მარტო, თუ ამას უერთდება ასევე თურქეთი და ცენტრალური აზიის ქვეყნები. ჩვენ თქვენთან ერთად რამდენიმე ასევე კვირის წინ ვისაუბრეთ იმის შესახებ, რომ ერთობლივი წვრთნების ჩატარებაც სურთ აზერბაიჯანს ცენტრალურ აზიასთან და თურქეთთან ერთად აზერბაიჯანში წელს და ამის შესახებ იყო საკმაოდ საეჭვო განცხადებები, რომ შესაძლოა რომელიღაც ქვეყანა ამას არ უერთდებოდეს ცენტრალური აზიიდან, აქ ასევე იქნება მაგის ბმული და შემდეგ ასევე დავამატებ ბმულს, რომელიც უკავშირდება უკვე მუქარებს, რომელიც გაიშყერა რუსეთიდან ცენტრალური აზიის ქვეყნების მიმართ და კონკრეტულად და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ორი თანხლები პროცესი გარკვეულწილად ახლა არის პარალელური და ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ურთიერთობები თურქულ სახელმწიფოებსა და რუსეთს შორის მნიშვნელოვნად არის დაძაბული, რომელშიც ავანგარდში არის ახლა აზერბაიჯანი. სანამ უშუალოდ გადავალთ ამ მნიშვნელოვანი საკითხის განხილვაზე, გთხოვთ, რომ აუცილებლად მოიწონოთ და ალაიქოთ ეს ანალიზი, ამით ეხმარებით არხის შემდგომ განვითარებაში და ახალი ანალიზების მომზადებაში, ასევე გამოიწერეთ არხი, ჩართეთ შეტყობინებები, დაწერეთ კომენტარებში თქვენი მოსაზრებები და შეგიძლიათ მხარი დაუჭიროთ არხს აღწერაში მოცემული საშუალებების მეშვეობით. დიდი მადლობა და გადავიდეთ უშუალოდ თემაზე. პირველ რიგში გეტყვით, რომ ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვნად გაღრმავდა და ჩვენ ასევე დავინახეთ თურქულ სახელმწიფოთა ორგანიზაციის სხვა დონეზე გადასვლა, კერძოდ თურქულენოვანი სახელმწიფოების საბჭოდან გახდა თურქული სახელმწიფოების ორგანიზაცია და ეს რეალურად უკავშირდება იმას, რომ ბაქო და ანკარა გაცილებით უფრო თავდაჯურებულები არიან ახლა თავიანთ კონცეფცში, რომელიც გულისხმობს ეგრეთ წოდებულ თურქულ სამყაროს, ანუ თურქული წარმოშობის ერების და ხალხების გაერთიანება. და ეს ამ კონცეფციას აქვს პირდაპირ გავლენა რუსეთზე და პირდაპირ კავშირი რუსეთთან, რადგანაც რუსეთის ტერიტორიაზე ცხოვრობენ საკმაოდ მსხვილი თურქული, ისევე როგორც ესე იგი ისლამური წარმოშობის საზოგადოებები და ეთნიკური ჯგუფები. ეს არიან ესე იგი
თათარები, ბაშკირები, ჩუვაშები, იაკუტები და აზერბაიჯანელები თავად. ასევე უნდა ვთქვათ, რომ რუსეთის ანალიტიკურ სფეროშიც ასევე ხედავთ, რომ საკმაოდ შეწუხებული არიან უკვე გამოჩნდა პირველი ნიშნები, რომ თურქეთის და აზერბაიჯანის აქტიურობა უკვე იკვეთება რუსეთის ეგრეთ წოდებულ ეროვნულ რესპუბლიკებში, ანუ რესპუბლიკებში, რომლებიც სხვადასხვა ეროვნების მიერ არის ჩამოყალიბებული. რუსეთი რაც ნაწილობრივ შედგება ოლქებისგან, სადაც რუსები ცხოვრობენ და ასევე შედგება მეორე მხრივ ეგრეთ წოდებული ეროვნული რესპუბლიკებისგან. აქ ახლა დეტალურად მოგიყვებით ამ საკითხებზე, მაგრამ თავიდან დავიწყოთ ყველაზე მნიშვნელოვანით და ეს უკავშირდება ცნობილ მინვალას, რომელმაც სტატია დაწერა 27 იანვარს და აქ წერია, რომ ბაქოს საინიციატივო ჯგუფი კრემლის მიერ პატარა ერების გენოციდის წინააღმდეგ. ასეთი ძალიან შთამბეჭდავი სათაურია და ახლა უკვე ვნახავთ თუ რაზე იწერება. ეს მედია არის, როგორ გითხრათ, აზერბაიჯანში მედია პრაქტიკულად ოპოზიციური არ არსებობს. ყველა მედია არის სახელმწიფო კონტროლის ქვეშ. ზოგი ოფიციალურად სახელმწიფო მედია არის, ზოგი სახელმწიფო მედია, მაგრამ არაოფიციალური სტატუსით და მინვალაზე არის არაოფიციალური სტატუსით და ხშირად იყენებენ მას, ასე ვთქვათ, სახელმწიფო პოლიტიკის გატარების მიზნით, მაგრამ ისე, რომ ეს გააკეთო რბილად. მათ შორის საქართველოსთან დაკავშირებულ თემებზეც ბოლო პერიოდში სწორედ მინვალი აქტიურობდა. და აქ კონკრეტულად გულისხმობ ახლა სტატიას, სადაც საუბარია, რომ რუსეთში მობილიზაცია ჯარში მოქალაქეების, რომელიც მიმდინარეობს, ძირითადად პირველ რიგში მიყავთ ეთნიკური უმცირესობებიო, ბურატები, ტუვინცები, კალმიკები, შეიძლება ტერმინი რომელიღაც არასწორად გამოვიყენო, მე ორიგინალში ვკითხულობ ამას რუსულ ენაზე, თავად სტატიაში როგორც წერია, ასევე იაკუტიის და ბაშკირსტანის მოსახლეობა არაპროპორციულად დიდი ესე იგი სიკვდილიანობა არის აქ და არაპროპორციულად დიდი რაოდენობით მიყავთ აქედან ფრონტზე. და ამავდროულად სტატია საუბრობს იმაზე, რომ ამ ერებისთვის არის შეზღუდვები მათი მშობლიური ენის სწავლების მიმართულებით და ასევე სპეციალური პოლიციური კონტროლი მათზე ხშირად მიმდინარეობს. სტატიაში ასევე არის მოწოდება საერთაშორისო საზოგადოების მიმართ, რომ მეტი ყურადღება დაუთმონ რუსეთში ეთნიკური უმცირესობების საკითხს, მათ შორის, ესე იგი, ბედს, ანუ აი ამ ეთნიკური ჯგუფების და მოუწოდებს ბაქოს საინიციატივო ჯგუფს, რომელიც საკმაოდ ფართო მნიშვნელოვანი ასეთ პროცესი არის საერთაშორისო, სადაც აზერბაიჯანი აქტიურობს და ბოლო პერიოდში საფრანგეთის წინააღმდეგ იყო მიმართული, რადგან საფრანგეთი სომხეთს უჭერდა მხარს, ახალი კალედონიის დამოუკიდებლობას ითხოვდნენ საფრანგეთისგან ეს ბაქოს საინიციატივო ჯგუფი. ახლა ბაქოს საინიციატივო ჯგუფის ყურადღება გადასულია სხვაგან და ითხოვს, ესე იგი, აი რუსეთის პატარა ამ ეთნიკური ჯგუფების ესე იგი, საკითხების დაყენებას. იქვე წერია, რომ ამ სტატიაში, რომ მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის არსებობს დოკუმენტი 2022 წლის 22 თებერვლიდან, ანუ უკრაინაში შეჭრამდე 2 დღით ადრე, სტრატეგიული თანამშრომლობის მოკავშირეობის შესახებ რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის, ესო ამ სტატიაში წერია, არ არის მოწოდება სეპარატიზმისო და შესაბამისად არ არღვევს მაგ შეთანხმებასო. ამავდროულად სტატიაში საუბარია და ზოგადად მიმდინარეობს აქტიურად განხილვა, რომ ბაქოს საინიციატივო ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი აბას აბასოვი აბასოვმა ერთ-ერთ ინტერვიუში ისაუბრა იმაზე, რომ ორგანიზაცია გახდა საერთაშორისო პლატფორმა დეკოლონიალიზაციის მიმართულებით, ანუ ეხმარება პატარა ერებს, რომ გაათავისუფლდნენ გარკვეულწილად მეტროპოლიისგან, იმპერიისგან და ჩაატარა ესე იგი ბოლო პერიოდში 30 კონფერენცია, თანამშრომლობა აქვს 20 ქვეყანასთან, სხვადასხვა ინსტიტუტთან. ამაზე სახელმწიფო მედია წერს, ეს ოფიციალურად სახელმწიფოს მიერ არის მხარდაჭერილი. ტრენდაზის და კალიბერაზის ინფორმაციით ბაქოს საინფორმაციო ჯგუფი აპირებს, ესე იგი, ინფორმაციის მიწოდებას გაეროსთვის დისკრიმინაციის შესახებ, რომელიც ინდოეთში ხდება სიქხების წინააღმდეგ და აგრძელებს ასევე მხარდაჭერას ახალი კალედონიის ხალხის
საფრანგეთისგან დამოუკიდებლობის მიღების მიზნით. ხო, რატო აკეთებს ამას აზერბაიჯანი? ნუ საფრანგეთზე გითხარით, ხარს უჭერს სომხეთს და ასევე ინდოეთი არის სომხეთის მთავარი მოკავშირე და ერთ-ერთი და იარაღს აწვდის სომხეთს თან დიდი რაოდენობით და ამიტომ აზერბაიჯანი კოლონიალიზმს ებრძვის, ესე იგი, საფრანგეთის და ინდოეთის შემთხვევაში. მოკლედ, ძალიან საინტერესო არის ეს. თუმცა ახლა რადგანაც სომხეთთან ურთიერთობები ოდნავ გაუმჯობესდა და პრინციპში ეს თემა ნაკლებად აქტუალურია და აქ ამავდროულად დაიძაბა რუსეთის და აზერბაიჯანის ურთიერთობები, ან ზოგადად თურქულ ქვეყნების და რუსეთის ურთიერთობები, ეს ბაქოს საინიციატივო ჯგუფმა ეგრევე ყურადღება გადაიტანა მეტწილად სწორედ რუსეთში, ესე იგი, აქტიურად აი ამ ადამიანის უფლებების დარღვევაზე, აი ამ მიმართულებით ზოგადად. ხო, აქ აშკარად არის, რომ ეს მანამდე თუ სომხეთთან კავშირში იყო, ეხლა აღარ არის კავშირში სომხეთთან. ანუ ეს იმიტომ არ ხდება, რომ რუსეთი სომხეთს ეხმარება. საერთოდ არაფრის შუაში არის ეგ თემა. რუსეთი ეხლა ცალკე სამიზნე გახდა. და ეხლა ასევე გაგაცნობთ გარკვეულ საინტერესო დეტალებს. იანვარში ეხლა ვენაში გაიმართა 12-15 იანვარს თურქული კულტურის კვირეული, სადაც გაეროს შტაბინის ბაზაზე ვენაში ესეთი თურქული კვირა გაიმართა, ფოტო, გამოფენა, კალიგრაფია, შუა დერეფანზე იყო მსჯელობა და ასევე გალა კონცერტი. სხვადასხვა დიასპორის, ანუ თურქული დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ ღონისძიებას. ღონისძიება იყო ორგანიზებული თურქულ სახელმწიფოთა ორგანიზაციის მიერ და ამით წარმოაჩინეს გარკვეულწილად ერთობლივი თანამშრომლობის ასეთი ფორმატი. გარდა ამისა, 5 იანვარს 2026 წლის პრეზიდენტმა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ინტერვიუ მისცა, საკმაოდ ფართო და მნიშვნელოვანი და ისაუბრა იმაზე, რომ 2025 წლის შემოდგომაზე თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის სამიტზე, რომელიც აზერბაიჯანში ქალაქ გაბალაში გაიმართა, მან შემოთავაზებით მიმართა ყველა წევრს, რომ 26 წელს გამართოს ასეთი სამხედრო წვრთნები და ამაზე ცალკე ანალიზი გვაქვს გაკეთებული, გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ. უნდა ვთქვათ, რომ ერთი წლის განმავლობაში, ესე იგი, ბოლო პერიოდის განმავლობაში თურქეთმა და აზერბაიჯანმა ძალიან ბევრი ერთობლივი წვრთნები ჩაატარეს, მათ შორის სხვადასხვა მიმართულებით, სამხედრო და არამხოლოდ პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვანი დარგი, მათ შორის ტრანსპორტის და ენერგეტიკის უსაფრთხოების მხრივ ერთობლივი წვრთნები ჩაატარეს. შეგახსენებთ, რომ თურქულ სახელმწიფოთა ორგანიზაციის სამიტი, რომელიც 2025 წლის 6-7 ოქტომბერს იმართებოდა, ოფიციალურად მიზნად ისახავდა და ზოგადი ეს პროცესი არის, რომ კულტურული გაერთიანება, როგორც ადრე იყო თურქულენოვანი სახელმწიფოების ეს საბჭო, გახდეს გეოპოლიტიკური მოთამაშე თურქული სახელმწიფოების ორგანიზაცია. პრეზიდენტმა ალიევმა იმ დროს განაცხადა, რომ ერთობლივი ძალისხმევით უნდა გამოვიდნენ მსოფლიოში არსებული საფრთხეების წინააღმდეგ თურქული სახელმწიფოები. და 2026 წელზე უკვე დეტალურად ვისაუბრეთ, თუმცა კიდევ ერთი მიზანი, რაც კონკრეტულად რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა დააყენა, არის რომ ერთობლივი ამბანი ჩამოაყალიბონ თურქული, რომელიც დღემდე არ აქვთ ერთობლივი. გარდა ამისა, უნდა ვთქვათ, რომ თურქული სამყარო ეს კონცეფცია არ შემოიფარგლება მარტო თურქული სახელმწიფოებით. შეგახსენებთ, რომ თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციაში შედის თურქეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი დამკვირვებლის სტატუსით, ყირგიზეთიც შედის და უნგრეთი დამკვირვებლის სტატუსით. ფორუმი გაიმართა ასევე ბაქოში ნოემბერში 2025 წლის არასამთავრობო ორგანიზაციების სოლიდარობის ფორუმი, თურქულ სახელმწიფოთა ორგანიზაციის 500 დაახლოებით წარმომადგენელი იყო ამ ქვეყნებიდან. მხარეები განიხილავდნენ ერთობლივ ისტორიას, კულტურას, ეკოლოგიას, კლიმატს, ასევე ტრიპის პროექტს და რომელიც უნდა გახდეს გარკვეული ხიდი თურქულ გეოგრაფიას შორის.
და ალიევმა თავის გამოსვლით, ანუ გამოსვლაში აი ამ ფორუმზე განაცხადა, რომ თურქული სახელმწიფოები უნდა იქცნენ ერთიან ძალის ცენტრად. ასევე უნდა ვისაუბროთ ძალიან მოკლედ იმ დიპლომატიურ კრიზისზე, რომელიც ეკატერინბურგში, რუსეთში ივნისი-ივლისის პერიოდში 2025 წლის მიმდინარეობდა დაძაბულობა, რომლის შედეგადაც რუსეთის სპეცსამსახურებმა დააკავეს დაახლოებით 50 ადამიანი რუსეთის მოქალაქე აზერბაიჯანული წარმოშობის, ორი გარდაიცვალა იქვე დაკავებისას. აზერბაიჯანმა მოითხოვა გამოძიება, თუმცა რეალური ნაბიჯები ამ მიმართულებით არ გაკეთდა. აზერბაიჯანმა გაუქმა გარკვეული შეხვედრები და დაკეტა იმ დროს სპუტნიკ აზერბაიჯანის ფუნქციონირება. აი საქართველოში რომ სპუტნიკი ფუნქციონირებს ღიად, აზერბაიჯანმა დაკეტა და სუვერენიტეტი თუ ვინმეს გაინტერესებთ, აგერ. როდესაც შეგიძლია დაკეტოს სპუტნიკი. ეგ არის სუვერენიტეტი. ჩემი შეფასებით. აზერბაიჯანულ მედიას რაც შეეხება, ასევე ესე იგი შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკმაოდ სერიოზულად გააკრიტიკეს რუსეთი. ლენტარულ მაგალითად თქვა, რომ აზერბაიჯანულმა ესე იგი საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო გამოძიება რუსეთის იმ მაღალჩინოსნების მიმართ, ვინც ამ დაკავებაში იყვნენ ჩართული, მონაწილეობდნენ ამ ბრძანებას გასცემდნენ. აქვე რუსეთში დაიწყო სჯელობები იმის შესახებ, რომ გარკვეული კონტროლი უნდა იყოს ეთნიკურ უმცირესობებზე, დიასპორებზე და ასე შემდეგ. და რუსეთში პრაქტიკულად დაინახეს გარკვეულწილად ეს საფრთხე, რომელიც ახლა მომდინარეობს აი ამ უმცირესობების ჯგუფებიდან. პრინციპში ადგილობრივი აზერბაიჯანელები ამბობდნენ, რომ არანაირი მიზეზი ამის არ არსებობს, რაც ხდება, მაგრამ შეიძლება არსებობდეს რეალური მიზეზებიც, ჩვენ ამის შესახებ ზუსტად არ ვიცით. 2025 წლის მაისში გაიმართა ფორუმი რუსეთი და ისლამური სამყარო ყაზანში, თათარსტანის დედაქალაქში. აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერმა შაჰინ მუსტაფაევმა შეხვედრები გამართა ამ აქ დროს თათარსტანის პრეზიდენტთან, რომელიც არის ერთადერთი თანამდებობის პირი რუსეთში, რომელმაც უარი თქვა, რომ მოიშოროს პრეზიდენტის ტიტული. ანუ რუსეთში არის ორი პრეზიდენტი ამ მომენტისთვის. ეს არის კონკრეტულად რუსეთის პრეზიდენტი და ასევე თათარსტანის რესპუბლიკის პრეზიდენტი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი. დანარჩენი ყველა, მათ შორის ჩეჩნეთის პრეზიდენტი რო იყო, გახდა ეხლა ჩეჩნეთის მეთაური. ანუ პრეზიდენტი უნდა დავტოვოთო მარტო ერთი რუსეთში და ისე აღმოჩნდა, რომ ერთი ვერ დატოვეს, თათარსტანის პრეზიდენტმა უარი გადაცხადა მაგაზე. კიდევ საინტერესოა, რომ რუსეთის დეპუტატმა ერთ-ერთმა ლუგავოიმ განაცხადა, ესე იგი, რომ გაზეთმა იენი შაფაკმა, თურქულმა, საკმაოდ ნეგატიურად აფასებს რუსეთსო და ცდილობენ გავლენის მოპოვებას რუსეთში მცხოვრებ თურქებზე და მუსლიმებზე და პოპულარიზაციას ეწევიან idეის, რომ რუსეთის შემადგენლობაში არის ტერიტორიები, რომლებიც თურქული ტერიტორიები არისო ისტორიულად. თათარსტანის მედიაში საკმაოდ აქტიურად განიხილებოდა ეს ცნობილი რუკა, რომელიც აჩუქეს ერდოღანს, აჩუქა რუხიმგლების ესეთი ნეონაციონალისტური ან ულტრანაციონალისტური დაჯგუფება არის თურქეთში, პარლამენტშიც არიან ბოსკურტები ქვიათ. მათმა ხელმძღვანელმა ბაჰაჩელიმ და ერდოღანის მოკავშირეც არის საპარლამენტო კოალიციაში აჩუქა ესეთი რუკა და ამ რუკაზე არის ნაჩვენები დიდი თურანის, ანუ თურქული მიწები დაახლოებით და იქ არის ყირიმი, ყუბანი, თათარსტანი, ბაშკირია, კავკასია, ჩრდილოეთი, ციმბირი, იაკუტია და ალტაი და კიდევ ბევრი საინტერესო მიწა. შეგიძლიათ იხილოთ ეგ მარტივად იძებნება ზოგადად ეგ ფოტო ინტერნეტში. ასევე ძალიან საინტერესოა, რომ მაგალითად თათარსტანში თავის დროზე 90-იან წლებში ძალიან აქტიურად დაიწყო ასეთი ლიცეუმების ან რელიგიური მედრესეების გახსნის პროცესი და საკმაოდ ხარისხიან განათლებას თავაზობდნენ, რომელიც იყო
ორიენტირებული, ასე ვთქვათ, ანკარასთან კავშირებზე. რუსმა პოლიტოლოგმა პაվել სალინმა განაცხადა, რომ ეს სკოლები, მედრესეები ქმნიდნენ ალტერნატიულ რეალობას და თურქეთისადმი ლოიალურ, ესე იგი, ახალ თაობას და ეს სკოლები რუსეთმა საკმაოდ აქტიურად დახურა, აბაში საფრთხე დაინახა რეალურად და ესეც უნდა ვთქვათ, რომ მისი ჯერ კიდევ კურსდამთავრებულები იქ საკმაოდ მაღალ თანამდებობებზე არიან ეხლა. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი არის რავილ გაინუტძინი, რომელიც დღეს მუსლიმების ლიდერი არის რუსეთში და რომელმაც რელიგიური განათლება მიიღო სტამბულში. დღეის მდგომარეობით არსებული ტენდენციები არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი. ანალიტიკურ და პოლიტიკურ სფეროში იზრდება გარკვეულწილად რუსეთში შეშფოთება პანთურქიზმის იდეების გავრცელებით და ვხედავთ, რომ ესე იგი პანთურქიზმის იდეოლოგიები, ანუ ამის მხარდამჭერები პრინციპში არ მალავენ, რომ თათარსტანი, ბაშკირია, ჩუვაშია და იაკუტია უნდა იყოს ერთობლივი აი ამ ხედვის ნაწილი და არის ცივილიზაციურად თურქული და არა რუსული. რუსებს ეს საკმაოდ აწუხებთ. და აქ ხედავენ საფრთხეს, რომ შესაძლოა თურქეთმა გარკვეული სეპარატისტული მოვლენები და პროცესებიც წარმართოს რუსეთის ტერიტორიაზე. სხვა მედია საშუალებები ზოგადად ამბობენ, რომ პანთურქიზმი არის ესე იგი ხელოვნური იდეოლოგიაო, რომელსაც თურქეთი ავითარებს ანტირუსული ნარატივებიდან გამომდინარეო. ექსპერტები ასევე საუბრობენ, რომ თურქეთი და აზერბაიჯანი აქტიურად აფინანსებენ ესე იგი სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებს ცენტრალურ აზიაში, რათა ლათინური ანბანი შემოიღონ და კირილიცა იქიდან განდევნონ და ზოგადად თურქულ სამყაროში რომ მოხდეს ცენტრალური აზიის ინტეგრაცია, ვიდრე ეს ხდება რუსეთის სამყაროში, ასე ვთქვათ, რუსულ გავლენაში. გარდა ამისა, უნდა ვთქვათ, რომ აქტიურად მიმდინარეობს თანამშრომლობა ისეთი ორგანიზაციების ფარგლებში, როგორიც არის ტურქსოი, ეს არის თურქების კულტურული ორგანიზაცია, ტურკპა, თურქული საპარლამენტო ასამბლეა და ასევე, ესე იგი, ეხლა მოვედით ჩვენ უკვე თურქულ სახელმწიფოთა ორგანიზაციამდე, რომელიც უკვე უსაფრთხოების მიმართულებითაც მუშაობს და უკვე ერთობლივი წვრთნებისთვისაც კი ემზადება. მხარეები აღნიშნავენ, რომ რუსეთი კარგავს თავის გავლენას სამხრეთ კავკასიაში და ცენტრალურ აზიაში, ხოლო ანკარა მნიშვნელოვნად ამყარებს საკუთარ პოზიციებს და ქმნის პრაქტიკულად გავლენის შესაძლებლობებს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ანუ ანაცვლებს რუსეთს ამ მიმართულებით. ასევე უნდა ვთქვათ, რომ პრინციპში ვხედავთ, რომ საკმაოდ აქტიურად ჩინეთიც ემზადება გარკვეული საფრთხეებისთვის, რადგანაც ჩინეთის ტერიტორიაზე ცხოვრობენ თურქები, უიგურები და უიგურები პრინციპში ასევე შესაძლოა გარკვეული სეპარატისტული მოძრაობები მანდაც იყოს, ეს თემა ზოგადად საკმაოდ აქტუალური იყო დიდი ხნის განმავლობაში. აკადემიური წრეები, მათ შორის ერთ-ერთი რუსული უნივერსიტეტი საუბრობს იმაზე, რომ ესე იგი ზოგადად ესეთი რუკა რომ აჩუქეს ერდოგანს და იქ ფოტო გადაიღეს ერთად, ეს გარკვეულწილად რუსეთს როგორც დამპყრობელს წარმოაჩენს და იხსენებენ, რა თქმა უნდა, ეგრევე რუსები, აი როგორც კი რამე არ მოსწონთ, ცუდ რაღაცეების გახსენებას იწყებენ და 2015 წელს სირიაში გვახსოვს ჩვენი Su-24 რომ ჩამოაგდესო. ანუ გაახსენდათ, როცა სჭირდებათ, ახსენდებათ. როცა არ სჭირდებათ, არ ახსენდებათ. და უნდა ვთქვათ, რომ რუსეთის კულტურის სამინისტრომ თავის დროზე თურქულ რესპუბლიკებს, თავის რესპუბლიკებს რჩევა მისცა, რომ ესე იგი არის თანამშრომლო თურქსოითან, მაგრამ ბევრმა მაინც გააგრძელა თანამშრომლობა და არ დაუჯერა მოკლედ მოსკოვს. აზერბაიჯანი და თურქეთი იკვეთება როგორც მთავარი მოთამაშე ამ მიმართულებით და ცდილობენ პრაქტიკულად თანამშრომლობის გარკვეული ფორმატების ჩამოყალიბებას და ეხლა უკვე გამოდიან როგორც ესეთი თურქული ხალხების ინტერესების დამცველები და ბაქოს საინიციატივო ჯგუფის კონცენტრაცია ეხლა და ყურადღება რუსეთის მიმართ ნამდვილად არ არის შემთხვევითი. აქ უნდა ვთქვათ ასევე, რომ ჩერქესების მიმართულებითაც ექნებათ
პროცესები, საუბრები ზოგადად ენების დაცვის მიმართულებითი საუბრებენ აშკარად, ну, გარდა ენის დაცვის ერთ-ერთი მიმართულება იქნება ასევე პრინციპში და ეს საკმაოდ ნათელია შეეხება ესე იგი რელიგიურ ფაქტორებს, შეეხება ხოლო თურქულ ფაქტორებს, ანუ საკმაოდ ფართო პროცესი გამოდის ამ კუთხით და უნდა ვთქვათ, რომ სახელმწიფო სამთავრობო მედია აზერბაიჯანში ამ ყველაფერს უარყოფს და ამბობს, რომ ესე იგი გარდა ამისა, ეს არ არის რუსეთის წინააღმდეგ მიმართულიო. თუმცა ერთ-ერთი სტატია ასევე ძალიან საინტერესოა, რომ საუბრობს, რომ თურქულ სახელმწიფოთა ორგანიზაციაში უნდათ მიღება ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის, ანუ იმ ტერიტორიის, რომელიც ოკუპირებულია თურქეთის მიერ, ესე ითვლება და არის კვიპროსის რესპუბლიკის ტერიტორია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს. თქვენთან ერთად ჩვენ აქტიურად ვისაუბრეთ ბოლო პერიოდში კვიპროსზე მიმდინარე პროცესებზე, განსაკუთრებით იმაზე, რომ იქ ისრაელის შეიარაღებული ძალებიც არიან და ახლა აქ იქნება ესე იგი გარკვეული ბმული, რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ იხილოთ მათ შორის ეგ კონკრეტული ვიდეოც. უნდა ვთქვათ, რომ ზოგადად ასევე შეგვიძლია უშუალოდ ვისაუბროთ იმაზე, რომ საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს თანამშრომლობა ცენტრალური აზიის ქვეყნებთან და 2025 წლის ოქტომბერში თურქეთის პრეზიდენტმა გასცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც უფრო მარტივი ხდება თურქეთში თურქული სახელმწიფოებიდან მოქალაქეების ესე იგი დასაქმება და პრაქტიკულად უცხოელებად აღარ ჩაითვლებიან თურქეთში აი ეს კონკრეტული მოქალაქეები ამ ქვეყნებიდან. უნდა ვნახოთ, რომ ზოგადად უცხოელები ამ პროცესებს აფასებენ საერთაშორისო მოთამაშეები, როგორც ბუნებრივ ჩანაცვლებას ახლა რუსული გავლენისა იქ თურქული გავლენით. ზოგადად უნდა ვთქვათ, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბევრი თურქულიერი დარჩა რუსეთის ტერიტორიაზე და შემდეგ უკვე გააძლიერეს საკუთარი ეკონომიკური ასე ვთქვათ, განვითარებად. ზოგადად 95 წელს ჰეიდარ ალიევი, ყოფილი პრეზიდენტი, ამჟამინდელი პრეზიდენტის მამა, აქტიურად ცდილობდა რუსეთში დიასპორის ჩამოყალიბებას აზერბაიჯანულის და ერთი მხრივ ცდილობდა ასიმილაცია რომ არ მომხდარიყო, მაგრამ მეორე მხრივ რომ ესეთი დიასპორა გავრცელებულიყო. 90 წლებიდან თურქეთი ასევე გააქტიურდა თათარსტანის და ბაშკირსტანის მიმართულებით. იმ დროს საკმაოდ აქტიურად მუშაობდა იქ ფეტულაჰ გიულენთან დაკავშირებული სასწავლო დაწესებულებები, თუმცა ეს დაწესებულებები შემდეგ მთლიანად დაიხურა. ასევე უნდა ვთქვათ, რომ პრინციპში ახლა უკვე თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდა ბევრი მიმართულებით, მაგრამ თან რუსეთიც ზღუდავს გარკვეულწილად ამ თანამშრომლობას. პრინციპში აზერბაიჯანის აი ამ ნარატივში და ლოგიკაში საკმაოდ აქტიურად ჯდება ეს ბაქოს საინიციატივო ჯგუფის დეკოლონიზაციის მიმართულება, ანუ ლოგიკურად გაგრძელებაა და თუ რუსეთს ექნება პრეტენზიები იტყვის, რომ აგერ საფრანგეთს ვებრძვი კოლონიალიზმის წინააღმდეგ, ინდოეთს ვებრძვი და თქვენც გებრძვითო, ოღონდ ეს არანაირად სეპარატიზმი არ არისო. ნუ ასეთი შეფასება აქვს დაახლოებით. რუსეთში ამის შედეგად იქნება კიდევ უფრო სავარაუდოდ ისედაც დიქტატურა აქვს წარმოუდგენელი და აი დიქტატურის ერთ-ერთი მაგალითი ზოგადად არის არასამთავრობო ორგანიზაციების სრული შეზღუდვა. და წარმოუდგენელ შეზღუდვას მოაწყობენ ეხლა ამის საპასუხოდ, იმიტომ რომ რეალური საფრთხეები არის რუსეთში, ანუ აქ არის არა მხოლოდ ეთნიკური ფაქტორი, აქ ძლიერდება თურქეთი და სუსტდება რუსეთი. თან ხშირად მართლა რეალური ბევრი მტკიცებულება არის, რომ ეს ეთნიკური უმცირესობები უფრო მიყავთ ფრონტზე და უფრო მეტი რაოდენობით კვდებიან უკრაინაში უაზროდ პრინციპში მათთვის მით უმეტეს მათი ომი ეს ნამდვილად არ ჩანს და ამიტომ რეალურად ბუნებრივად ეს თემა გაგრძელდება. ზოგადად უნდა ვთქვათ, რომ ეს აზერბაიჯანის მიერ და თურქეთის მიერ, რა თქმა უნდა, არის კიდევ უფრო გაძლიერება პანთურქული ასეთი ხედვების და სავარაუდოდ ეს კიდევ უფრო გაძლიერდება. აქ საინტერესო არის ჩინეთის მიმართულებით დაიწყებენ თუ არა რამეს უიგურების, იმიტომ რომ უიგურებს როგორც ჩაგრავენ, ეგრე ძალიან ცოტა რუსეთი ეგრე არ ჩაგრავს რეალურად თავის უმცირესობებს. ჩაგრავს, მაგრამ ეგრე არა. ასე რომ აი უიგურების მიმართულებით დაიწყებენ თუ არა, ეგეც მნიშვნელოვანი ტესტი იქნება ზოგადად კონკრეტულად აზერბაიჯანისთვის და საინტერესო არის მაგასაც დავაკვირდებით იქნება თუ არა ასეთი
რაიმე კონკრეტული ნაბიჯი. და ერთობლივად აქ რო შევაჯამოთ, უნდა ვთქვათ, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი თემაა გაგრძელება არის ბოლო მუხარების, რომელზეც ჩვენ ასევე ვისაუბრეთ და ეს თემა უნდა იყოს ჩვენი ყურადღების ეპიცენტრში. საქართველოსაც ეხება ბევრი მიმართულებით ზოგადად და რეგიონსაც, სომხეთსაც ეხება, ცხადია, საკმაოდ სერიოზულად და ამ საკითხებზე, რა თქმა უნდა, საჭირო არის საუბრის და ანალიზის გაგრძელება. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და შეხვდებით შემდეგი ანალიზის დროს.